გამარჯობა ჟურნალისტის ერთგულო მაყურებელო. დღეს გიზიარებთ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და არიელ ჰელვანის ჩანაწერის შინაარსს, რათა უფრო ახლოს გაიცნოთ ამ დიდი ადამიანის სამყაროს და თქვენ კი თქვენს მხრივ გამოიწერეთ არხი და დამილაიქეთ ეს ვიდეო. დავიწყოთ. ეს ეპიზოდი ეხება ალექს ვოლკანოვსკის ინტერვიუს, რომელიც მის ტრიუმფალურ დაბრუნებას ეხება. მირული დაბრუნება, ჩემპიონი დაბრუნდა. ალექს ვოლკანოვსკი კიდევ ერთხელ გახდა UFC-ს featherweight-ის ჩემპიონი და ეს გამარჯვება უბრალო გამარჯვება არ ყოფილა. ორი ბრუტალური ნოკაუტის შემდეგ, მის ასაკში, როცა ის 35 წლისაა, დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ ალექსმა სწორედ ეს გააკეთა. დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და მენტალური სიმტკიცით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა. გასაჭირი პრივილეგიაა. ფრაზა, რომელიც სამომავლოდ შემოგრჩება. თავარი გზავნილი, რაც ვოლკანოვსკიმ საზოგადოებას გადასცა, იყო გასაჭირი პრივილეგიაა. ეს ფრაზა შემთხვევით წამოწდა მართალია, მაგრამ ძალიან ღრმა აზრი ჰქონდა ამ ფრაზას, ანუ როდესაც ადამიანი დიდ გასაჭირშია, ის მაშინ ვითარდება. სირთულეების შესაძლებლობებად უნდა აღვიქვათ და ისინი უნდა გამოვიყენოთ საკუთარი გამორჩეულობის საჩვენებლად და დასამტკიცებლად. სწორედ ასე მოიქცა ვოლკანოვსკი. ბრძოლის მიღმა ემოციები, გამარჯვება ყველასთვის. ალექსი ამბობს, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ მისთვის არ ყოფილა. ის გრძნობდა, რომ ამჯერად გამარჯვებას ხალხისთვისაც იღებდა. მათთვის, ვინც თავიდანვე უჭერდა მხარს. მისი თქმით, იმ მომენტში ქამარი არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის გზა, რაც გაიარა და მაგალითი, რაც მის შვილებს, სხვა ბავშვებს და ზოგადად სხვა ადამიანებს მისცა. ასაკი მხოლოდ ციფრებია, გასაჭირი პრივილეგიაა. ოჯახი და შთაგონება. ვოლკანოვსკისთვის უმნიშვნელოვანესია მისი ოჯახი. ახლა უკვე 4 შვილის მამაა და ამბობს, რომ მისი ქალიშვილებისთვის შთაგონების წყარო უნდა იყოს და რომ სწორედ მათთვის დაიბრუნა ქამარი. ეს არ არის ფიზიკური საგანი, არამედ გამარჯვება, რომელიც მათ მაგალითს მისცემს. ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტვირთთან. ის გულწრფელად აღიარებს, რომ გასული პერიოდი ფსიქოლოგიურად რთული იყო. წინა ორთაბრძოლებში განცდილი ნოკაუტები მის თვითრწმენაზე მოქმედებდა და მიუხედავად იმისა, რომ გარედან ძლიერად გამოიყურებოდა, შიგნიდან ებრძოდა შიშს და ეჭვებს. სწორედ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ასხავს ამ გამარჯვებას ხორცს. ბრძოლა საკუთარ თავთან. ბრძოლისთვის მზადყოფნა. ალექსი გეგმავს, რომ კვლავ აქტიური ჩემპიონი იყოს და ამბობს, რომ 2025 წლამდე ერთხელ მაინც სურს ბრძოლა. მას სურს დაუპირისპირდეს დაუმარცხებელ მოვსარ ევლოევს და წერტილი დაუსვას მის 0 მარცხიან რეკორდს. ამით ის არა მარტო ქულებს დაიწერს, არამედ მემკვიდრეობასაც გააღრმავებს. ავსტრალია ამაყობს ვოლკანოვსკით. ალექს ვოლკანოვსკის დიეგო ლოპესთან გამარჯვება მხოლოდ მისი კარიერული დაბრუნება არ ყოფილა. ეს მთელი ავსტრალიისთვის საამაყო მომენტი აღმოჩნდა. ხალხი ზეიმობდა, მაგრამ ამასობაში ალექს ვოლკანოვსკი უკვე სხვებს ქომაგობდა. მაგალითად მოვიყვანოთ ერთ-ერთი მათგანი, ჯეკ დელა მადალენა. ვოლკანოვსკი ამბობს, რომ ჯეკს სერიოზული შანსი აქვს. მისი კრივი ბევრად მრავალფეროვანია. პარტერში ბელალს იოლად არ გაუჩერდება. რაც უფრო ღრმად შედის ბრძოლა, მით უფრო ძლიერდება ჯეკი. მგონია მესამე ან მეოთხე რაუნდში ბრძოლას დაასრულებს კიდეც. ვოლკანოვსკი დარწმუნებულია, რომ მალე ავსტრალიას 2 ქამარი ექნება. ერთი მასთან იქნება, მეორე კი ჯეკთან. აღიარება გლობალური ვარსკვლავებისგან. კრისტიანო რონალდო, მსოფლიო ვარსკვლავი, აღფრთოვანებულია ვოლკანოვსკის ბრძოლებით და თურმე სწერდა შეტყობინებებს. ალექსი ამბობს, რომ საოცარია, როცა შენი კარიერით ასეთი ხალხიც ინტერესდება და გულწრფელად გულში მატკივრობს. ილია თოფურიას რემატჩი? ამ ეტაპზე რემატჩი ელიასთან შეუძლებელია, რადგან ის სხვა წონაში გადავიდა და ჯერ ტიტულისთვისაც კი არ უბრძოლია. თუმცა ვოლკანოვსკის სურს, რომ ეს ბრძოლა ისევ შედგეს. შესაძლოა უკვე ლაითვეით დივიზიონში, ორმაგი ჩემპიონის სტატუსისთვის. ჟურნალისტის აზრი. როგორც ილია თოფურიას ძალიან დიდი გულშემატკივარი, ვაღიარებ, რომ ძალიან გამიხარდა, როცა ვოლკანოვსკიმ ეს ქამარი დაიბრუნა. მისი ბოლო ბრძოლა ილიასთან და ბრუტალური ნოკაუტი თითქოს ამ ერის დასასრული იყო, რომელსაც ვოლკანოვსკი წარმოადგენდა. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ნეიტრალური გულშემატკივრებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან სამწუხარო იყო ის, როდესაც ვოლკანოვსკი მეორეჯერ ვიხილეთ ოქტაგონზე ილიას პირისპირ. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ილიას და ვოლკის რემატჩი არ შედგა. იმიტომ კი არა, რომ ილიას უნარებში დარწმუნებული არ ვარ. არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მინდოდა, რომ ვოლკანოვსკი კიდევ ერთხელ იმ მდგომარეობაში მინახა. და ამაზე ილიასაც აქვს ნათქვამი, რომ ამჯერად შეიძლება დავასაბმითო კიდევაც და ყველას იმის იმედი ქონდა ბოლოს, რომ იმედია დაასაბმითებს და ისევ იგივენაირად არ დაანოკაუტებსო. ძალიან ვაფასებ იმას, როგორც დაიბრუნა ქამარი
როგორც მიყავს ახლა დივიზიონი, თითქოს ვინტაჟური ვოლკი და ბრუნდაო. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ იბრძოლებს featherweight-ის დივიზიონში მოსარელოებთან და მიხარია, რომ ამ კამარს მძელად არ აიყვანს და აქტიურს გახდის დივიზიონს. ვოლკანოვსკის ეს რა თქმა უნდა შეუძლია. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მისი დივიზიონი მისი მეფობის პერიოდში. სანამ დავასრულებდე, ერთი რამ მინდა და მეთქვა. არ აქვს მნიშვნელობა გიყვარს თუ არა ვოლკანოვსკი. თავარია აცნობიერებდე, რომ ის არა მხოლოდ ამ სპორტში, არამედ მთლიანად თანამედროვე სამყაროს ცნობად სახეებში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნება უნდა იყოს. როგორც ჩემპიონი, როგორც ადამიანი, კაცი და მამა. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ მალე იქნება. შენ კი მადლობას გიხდი იმისთვის, რომ მომისმინე. თხოვნა იქნება. გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო.